უბედური შემთხვევა მოხდა გდანში. ნამწვი აირით ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ოჯახის 5 წევრი დაიღუპა, მათ შორის 3 მცირეწლოვანი. ოჯახი ამ ბინაში ქირით რამდენიმე დღის წინ გადავიდა. აფეთქებები, ინტოქსიკაცია, დაღუპული ადამიანები. თითოეული ისტორიას ერთი საერთო აქვს. გაუმართავი გაზის დანადგარი, რომელიც ტრაგედიის მიზეზად იქცა. გაზეთი განაცხადია სამთრის დადგომასთან ერთად იზრდება უბედური შემთხვევების რიცხვი. ადამიანები ხშირად ეწირებიან არასწორად დამონტაჟებულ ან თვითნებურად დაყენებულ გაზის დანადგარებს. უმეტეს შემთხვევაში ეს არის დაუდევრობისა და უსაფრთხოების წესების დაუცველობის შედეგი. საკმაოდ რთული სიტუაცია, ემოციურადაც რთულია. ესეთი არგუმენტები ხშირად არის ხოლმე, რომ 10 წელია დამონტაჟებული აქვს, არაფერი ჯერ არ დამართნია. მხოლოდ ერთი შანსი გვეძლევა, არასოდეს არ უნდა გამოვცადოთ ეს გაგვიმართლებს თუ არა ამ რისკში. არასოდეს არ უნდა დავაყენოთ ღია წვისკამერიანი დანადგარი დახურულ სივრცეში. სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლები გამოძახების საფუძველზე ნაძალადების რაიონში მიდიან. აბონენტმა საცხოვრებელ სახლში ძლიერი გაზის სუნი იგრძნო. გამარჯობა, გამოძახებაზე ვართ. ფიქსირდება ჟონვა. გაზის დანადგარებს სპეციალური ლაზერის აპარატით ამოწმებენ. მის სამარხზე გაზის გაჟონვა ფიქსირდება. აი, აქედან ფიქსირდება ჟონვა, როგორც ჩანს, თვითონ დანადგარის მექანიზმი არის ამორტიზირებული. დაკეტილ მდგომარეობაშიც აპარებს გაზს. რადგან აქედან გაზი უშვებს ხრახნული დაერთებიდან ცენტრალური გათოვების ქვაბის, იძულებული ვარ გადაგიკეტოთ მასზე მომავალი ონკანი, შეგიწყვიტოთ ამ კონკრეტულ დანადგარზე გაზის მიწოდება, როდესაც შეაკეთებთ და მოიყვანს წესრიგში, შეგიძლია ჩართოთ, მოიხმაროთ. თბილისი ენერჯის თანამშრომლები ახლა გეგმიურ შემოწმებაზე ერთ-ერთ კორპუსში შედიან. ეს კალონკა არის ღია კამერიანი. ამ კალონკისგან ხდება უბედური შემთხვევები, მოწამლები, CO2 ინტოქსიკაცია. საცხოვრებელ სახლში ღიაწვის კამერიანი დანადგარი ხდებათ დამონტაჟებული, რომელიც კატეგორიულად დაუშვებელია. ასეთი დანადგარი ჟანგბადს საცხოვრებელი ფართიდან იღებს და მისი შემცირების შემთხვევაში CO2-ს გამოყოფს, რაც ინტოქსიკაციის მიზეზი ხდება. ოთახიდან იღებს ჟანგბადს, თვითდინებით გააქვს და შეიძლება ნებისმიერი ქარის დროს აქ რაღაცა წინაღობა შეექმნას, ჩიტებმა იციან ბუდის გაკეთება, თუ დაგროვდა და ვერ გაიტანა, რა თქმა უნდა, შემოდის ბინაში ის CO ნამწვი, რაც არის გაზის ნამწვი და შემდეგ ხდება უბედური შემთხვევა, მხუთავი არის ინტოქსიკაცია. CO2 მოწამვლისა და სიკვდილიანობის 70% დაგირავებულ და გაქირავებულ ბინებში ხდება. რადგან ხშირად ბინის მეპატრონეები, რომლებიც აქირავებენ ბინას, ყიდულობენ ღია კამერიან დანადგარს, რომელიც ოდნავ იაფია ვიდრე დახურულ კამერიანი გამათბობელი. ჩვენ მოუწოდებთ ყველა, ასე ვთქვათ, მომხმარებელს, რომლებიც დროებით სარგებლობაში იღებენ ბინებს, ან გასცემენ პირიქით, რომ აუცილებლად სანამ მოხდება ბინების გადაცემა, დროებით სარგებლობაში მოხდეს ჩვენ თანამშრომლების გამოძახება, შემოწმება და ასევე განსაკუთრებით მოუწოდებთ მოქირავნეებს, ანუ ვინც იღებს დროებით სარგებლობაში ამ ბინებს, რომ არ იქირავონ არც საცხოვრებელი ფართები და არც არასაკუთრებო ფართები იქამდე სანამ არ მოსთხოვენ და არ წარმოუდგენს მათ გამქირავებელი თბილისი ენერჯის მიერ შედგენილი შემოწმების სააქტს. გამარჯობა, თბილისი ენერჯიდან ვართ, გეგმიურ შემოწმებაზე შეიძლება? კი ბატონო, მოგწონთ. კიდევ ერთი შემოწმების შედეგად კორპუსში ისევ ღიაწვის კამერიანი დანადგარი შიდა სივრცეში დახვდათ დამონტაჟებული. გეგმიური შემოწმების შედეგად ამ ერთ კონკრეტულ მისამართზე ადამიანები უბედურ შემთხვევას გადაურჩნენ. ეს დანადგარი სახლში არ შეიძლება, ერთკამერიანია და სიცოცხლისთვის არის საშიში. უსაფრთხოების მიზნით ღიაწვის კამერიანი დანადგარის დემონტაჟი გახდა საჭირო. ვიდნენ შემოწმებაზე და შესაძლებელია და ნამდვილად შევცვლი. იცოდით რომ ეს სახიფათო იყო? ნამდვილად ვიცოდი, მაგრამ ისანი სამგორი ვაზისუბანი ვარკეთილი ეს თბილისის ყველაზე საშიში უბნებია, სადაც მოსახლეობა კუსტარულად დამონტაჟებულ საშიშ გაზის დანადგარებს იყენებს. გარდა იმისა, რასაც ჩვენ ახლა ვყვებით და მძიმე შემთხვევები გვაქვს ძალიან ბევრი ჩვენთვის საამაყო და ჩვენთვის კარგი სიტუაცია, როდესაც გადარჩენილი გვაქვს ბევრი სიცოცხლე. მარტო ბოლო ერთი თვე რო გავიხსენო, დაახლოებით 40 კორპუსია, სადაც ჩვენი თანამშრომლების სწრაფი რეაგირებით, რისთვისაც მათ თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი, გადარჩენილია 40 კორპუსი. გასხურები არ უნდა გამოვიყენოთ გათბობის მიზნით.
შემდეგი ეს არის ის, რომ დანადგარები მოხმარების დროს არ დავტოვოთ უყურადღებოდ და ასევე მნიშვნელოვანია, რომ მათი მოხმარების შემდეგ გადავკეტოთ ორგანები, თუ გავდივართ ქალაქიდან დიდი ხნით და უშუალოდ აუცილებელია, რომ ცენტრალური ორგანები ვიქონიოთ გადაკეტილ მდგომარეობაში. თუ სადარბაზოში, კორპუსთან, სახლთან იგრძნობთ გაზის სუნს, თბილისის მასშტაბით უნდა დარეკოთ 114-ზე. თუ გინდა დარწმუნდეთ თქვენი დანადგარის უსაფრთხოებაში, დარეკეთ 2-40-40-04-ზე. მეტი სიფრთხილე, მეტი პასუხისმგებლობა და მეტი ყურადღება. უნდა გვახსოვდეს, რომ ასე ვიცავთ ჩვენი და სხვა ადამიანების სიცოცხლეს.